მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო. წარმოდგენის გარეშე ბატონ მიხეილ მაგნიაშვილთან დიქტატორად ვიმუშავებ დღეს თქვენთვის ეთერში და შევესწრებით როგორც ყოველთვის რაღაც სიახლეებზე ვისაუბროთ, ქვეყანა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები დავაკავშიროთ ერთმანეთთან და ყველაფერს ამას თავი მოუყაროთ სამართალთან და კანონთან მიმართებით. პირველი რაზეც მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ის არის რომ მსოფლიოში ამჟამად მიმდინარეობს მოვლენები რომლებიც ბუნებრივია გულგრილად ვერ დატოვებს ვერავის. ყველაფერ ამას ტონს აძლევს ამერიკის შეერთებული შტატები სადაც ყველასთვის თვალსაჩინო გახდა რომ ძველ და ახალ ადმინისტრაციებს შორის მოდი ასე დავარქვათ დაპირისპირება გასცა მოსალოდნელ ჩარჩოებს და მეტის ყოველივე იმის ფონზე რასთანაც გვაქვს საქმე უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენს თვალწინ იბადება ახალი მსოფლიო წესრიგი რომელიც ბუნებრივია რომ სამართალთან მიმართებითაც ბევრ სიახლეებს ვპირდება. კიდევ უფრო მოკლედ თუ ვიტყვით უკვე თვალსაჩინოა რომ იმ სიცრუის მორევში რომელშიც ცხოვრობდა მსოფლიო ამდენ ხანს დიდხანს ვერ გააგრძელებდა არსებობას და შესაბამისად აუცილებელი ხდება ახალ-ახალი საკანონმდებლო ინიციატივები. თუნდაც ჩვენაირ ქვეყნებში, რათა რეალურად დამკვიდრდეს დემოკრატია და ადამიანებმა იცხოვრონ ისე, რომ დაცული იყოს მათი ტრადიციები, ანუ ისტორიული წარსული და ამავე დროს ჰქონდეთ მომავალში განვითარების პერსპექტივა. რასაც ხედავთ და ვხედავთ დღეს მსოფლიოში ის არის, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის განცხადებული მიზანი სიმართლის მსახურება და სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციების თუ ცხოვრების წესისადმი პატივისცემა. იგივეს მოითხოვს ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია სხვებისგანაც, რაც კარგად გამოჩნდა კიდევაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრის დროს. ოვალურ დარბაზში და მანამდე სადაც აი ეს როდიდანაც დაიწყო ეს შეხვედრა მაქვს ხედულობაში. რა თქმა უნდა, კითხავს ბუნებრივად გაუჩნდება მაყურებელს გაუჩნდება კითხვა თუ რა მაქვს ხედულობაში და რატომ გავიხსენე ეს შეხვედრა ჩვენ სამ გადაცემაში. საქმე იმაშია რომ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა ერთი შეხედვით კონკრეტული მიზნით. კერძოდ მხარეებს ხელი უნდა მოეწერათ უკრაინაში არსებული სასალგებო წიაღისეულის მომავალში ერთობლივად გამოყენების ხელშეკრულებაზე, რაც მეორეს მხრივ უკავშირდებოდა, ყოველ შემთხვევაში ზელენსკის ასე სურდა წარმოედგინა, რომ ეს დაკავშირებოდა უკრაინის უსაფრთხოების საკითხს. მაგრამ ის რაც მოხდა რეალურად ეს დასრულებასაც არ ნიშნავს. ეს არის დასრულება შეხვედრის სკანდალურად. რადგან ზელენსკი ისე წავიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომ წესიერადაც კი არ გაუცილებია ვინმეს და როგორც ირკვევა არც მისი და მისი თანხლები პირების ხარჯები გადაუხდია ამერიკულ მხარეს, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება სტუმრებთან მიმართებაში. თუ რითი იყო გამოწვეული ამგვარი შედეგი ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში ამის ანალიზი შორს აგვიყვანს და მეორეს ამგვარი მიზანი არც აქვს ჩვენს გადაცემებს, თუმცა ის რაც ჩვენ ვნახეთ და ვიხილეთ აშკარად გასცა არა მხოლოდ დიპლომატიურ, არამედ ჩვეულებრივ სტუმარ მასპინძლობის ჩარჩოებს და ეს აშკარაა. ყველაფერი დაიწყო რეზიდენციის შესასვლელიდან სადაც ტრამპი სტუმარზე დახვდა და როგორც კი ზელენსკი დაინახა, გაკვირვება გამოხატა მისი ჩაცმულობის გამო. ანუ ტრამპს, რომელიც როგორც ყოველთვის გამოწყობილი იყო შარვალ კოსტუმში, ყელზე ეკეთა ხალხსუხი, გაუკვირდა ზელენსკის ჩაცმულობმა, რომელსაც როგორც ყოველთვის ეცვა ჩვეულებრივი მაისური, ოღონ ადრინდელისგან განსხვავებული ხაკისფერის ნაცვლად შავი ფერის. ამით ზელენსკიმ
ალბათ კიდევ ერთხელ გააკეთა ხაზგასმა, რომ იგი საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის წარმომადგენელია და იცვამს ომის შესაფერისად. თუმცა ტრამპმა და შემდეგ ზელენსკის დასახვედრად შეკრებილმა ადმინისტრაციის წევრებმა ზელენსკის ამგვარი ჩაცმულობა მიიღეს შეურაცხყოფად, რადგან მათი აზრით არ ღვევდა ტრადიციულ ეტიკეტს, ანუ იმას, რაც ასეთი შემთხვევებისთვისაა დამახასიათებელი. ამდენად ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ყოველ შემთხვევაში მე ასე აღვიქვი ბატონო მიხეილ და თუ თქვენ განსხვავებულად ვფიქრობთ ამის შესახებ თქვენ თვითონ ისაუბრებთ, ის რომ შეხვედრა დამთავრდა სკანდალურად, ისიც იყო რომ არა მხოლოდ ჩაცმა დაუწუნეს ზელენსკის, არამედ შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი მასპინძლებმა მისი ამ სახის ჩაცმულობით. ანუ გამოდის, რომ ტანსაცმელით კი შეიძლება გახდეს ის ფაქტორი, რომელსაც სხვათა შეურაცხყოფა შეუძლია და რომ ეს ასე იყო საუკუნეების მანძილზე მთელ რიგ ტრადიციულ ქვეყნებში ისტორიულად, სწორედ ამის ჩვენება მინდა ძვირფასო ტელემაყურებლებო თქვენთვის და სწორედ ამიტომაც უკავშირდება ეს შემთხვევა ჩვენი გადაცემების მთავარ თემას, ანუ სამართალს. მოგეხსენებათ, რომ სხვათა პატივს, ღირსებას და სხვა პირად არაქონებრივ უფლებებს ზნეობის და მორალის ნორმებთან ერთად უნდა იცავდეს სამართალიც ისეთი ქმედებებისაგან, როგორიცაა შეურაცხყოფა. მეტიც ამ შემთხვევაში მორალურ ზნეობრივი და სამართლებრივი პრინციპების ისეთ თანხმდასთან გვაქვს საქმე, რომ თუ ირღვევა მორალურ ზნეობრივი ნორმები, ეს ნიშნავს, რომ დარღვეულია სამართლის მოთხოვნებიც. განსახილველი შემთხვევა კი სწორედ იმით გამოირჩევა, რომ ამერიკელი მხარე სასახად მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტის საქციელი შეურაცხყოფილია და გვინდა პასუხი გავცეთ კითხვაზე, ხომ არ იყო ერთ-ერთი მიზეზი აი ამ სკანდალით, ამ შეხვედრის დამთავრებისა, ის რომ მასპინძელი სტუმარზე დახვდა აკადემიურ დონეზე ჩაცმულ დახურული და იგივე დამოკიდებულება ვერ დაინახა სტუმრის მხრიდან. ანუ ხომ არ იყო ეს ვთქვათ შეურაცხყოფის მაპროვოცირებელი მასპინძლებთან მიმართებით, რადგან მოგეხსენებათ არაერთ გადაცემაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე და პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია შეურაცხყოფილნი დარჩენ ამ შეხვედრით. ძვირფასო მაყურებლებო, ვის თვალყურს ადევნებთ ჩვენს გადაცემებს, ვფიქრობ დარწმუნდა, რომ კაცობრიობა უხსოვარი დროიდან იდგა და დგას ცილისამებით თუ შეურაცხყოფით ხელყოფილი ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე. სხვა საკითხია, რომ დაცვას ხშირ შემთხვევაში და უმეტეს შემთხვევაში ექვემდებარებოდა ადამიანთა მხოლოდ პრივილეგირებული ნაწილი. დავწმუნდით იმაში, რომ სხვადასხვა დროსა და გარემოში განსხვავებულად ესმოდათ პატივისა და ღირსების დაცვის მნიშვნელობა, რომელთა ხელყოფის ძირითადი საშუალებები ცილისამებასთან იყო შეურაცხყოფა. რაც შეეხება შეურაცხყოფას, როგორც არაერთგზის უკვე ითქვა, სხვადასხვა დროს შეურაცხყოფის მნიშვნელობა ესმოდათ განსხვავებულად და მოვიყვან ერთ მაგალითს. ასე მაგალითად 1863 წელს ცნობილმა ფრანგმა მხატვარმა ედუარდ მანემ დაამთავრა ნახატის საუზმე დელოზე, რამაც სკანდალი გამოიწვია და საყოველთაო გაკიცხვის საგნად იქცა ყოველწლიურ პარიზულ სალონზე. საქმე იმაშია, რომ ეს ნახატი აღქმული იქნა საზოგადოების მძიმე შეურაცხყოფად და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ საფრანგეთის იმპერატორმა, რომელიც მისული იყო აი ამ გამოფენის ანახავად, ეს გახლავთ ნაპოლეონ მესამე, მან დაინახა თუ არა მანეს ეს ნახაზი, სისხლით შებრუნდა და როგორც ამას თვითმხილველი მწერალი ემილ ზოლა გადმოგცემს, ნაბოდვარი უწოდა მას. სხვებმა კი გაცილებით უფრო მძიმე ისეთი ეპიტეტებით შეამკეს ნახატი, როგორიცაა უაზრო, უწესო და ასე შემდეგ. ბუნებრივად იბადება კითხვა, რით დაიმსახურა საყოველთაოდ აღიარებულმა და იმ დროს ცნობილმა მხატვარმა ედუარდ მანემ ქვეყნის ხელისუფლებისა და საზოგადოების, მათ შორის მისივე კოლეგების, ანუ მხატვრების ზიზღი. საქმე იმაშია, რომ
ხატვარმა თავის ნახატში საუზმე მდელოზე გამოსახა შიშველი ქალის სხეული მამაკაცებში. თუმცა როგორც კრიტიკოსი ლუი ეტიენი წერდა, ეს წარმოაჩინა ისე თითქოს და შიშველი ქუჩის გომბიო, უსიცხვილო ძის რა ხალხთუხიან ჩაცმულ ორ ფრანჩორის ისეთი შთაბეჭდილება იქნება, რომ ქალის ამგვარად ყოფნა კაცებში ჩვეულებრივი ამბავია საზოგადოების ყოფისთვის საფრანგეთში. შესაბამისად, ვინაიდან ეს ნახატი ერთდროულად სიცილსა და მრისხანებასაც იწვევდა, თანაც ფრანგული ყოფის მიმართ უარყოფით აზრს ქმნიდა, ნახატი აღქმული იქნა საზოგადოების შეურაცხყოფად და მისი ავტორი იმით დაისაჯა, რომ ნახატი ჟიურიმ დაიწუნა და პარიზული სალონიდან გადატანილი იქნა ეგრეთ წოდებულ დაწუნებულთა სალონში და იქ გამოფინეს. რამაც ძალზე დააზიანა ედუარდ მანეს როგორც მხატვრის რეპუტაცია და მოქალაქის იმიჯი. ანუ რისი თქმა მინდა? აი სულ უბრალოდ ნახატი, ხელოვნების ქმნილებაც კი გახდა საზოგადოების შეურაცხყოფის მიმყენებელი ფაქტორი. და აი აქედან გამომდინარე, ის მისი გაგვირებული სახე მახსოვს მე ტრამპის, როდესაც თვითონ გასულში ხდება ამერიკის პრეზიდენტი, უკრაინის პრეზიდენტს ჩერდება დაჯავშნული ძვირად ღირებული ავტომანქანა და იქიდან მის შესახვედრად გამოდის ადამიანი, რომელიც ჩასმულია მაისურში. და კიდევ ერთი ამ მკითხვა მიჩნდება ასეთი, როდესაც იქიდან მოგეხსენებათ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ზელენსკი პირდაპირ გაემგზავრა ბრიტანეთში. ნუ იქ ბრიტანეთში მას სერიოზული შეხვედრები ჰქონდა. სხვადასხვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს იგივე ფორმაში ჩაცმული შეხვდა, მაგრამ დაგეგმული იყო შეხვედრა სამეფო ოჯახთან. აი საინტერესოა შეხვდა თუ არა მე ეს არ ვიცი და თუ შეხვდა ასეთივე ფორმით მივიდა და დაუშვეს თუ არა ზელენსკი მონარქთან შეხვედრას. მე აი ამაზე გავაკეთე ხაზგასმა, ვინაიდან მოგეხსენებათ, პატივის და ღირსების დაცვა შეურაცხყოფით იქნება თუ სილისამებით, სამართლებრივი საკითხია. ჩვენი გადაცემის თემა არის სამართალი და კანონი. აქედან გამომდინარე საჭიროდ უცანი, რომ ეს ერთი მაგალითი მაინც მომეყვანა და საზოგადოებისთვის მეთქვა, რომ ახლა მე გულსმის ნამდვილად არა ვარ და გულში რას ფიქრობენ თქვა ტრამპი და მისი წარმომადგენლები, მაგრამ ის რაც დავინახე და რაც იძლევა, რის ანალიზის საშუალებასაც იძლევა ეს შემთხვევა, მე ეს ერთმანეთთან დავაკავშირე. თუ რამდენად სწორად ეს თქვენ თვითონ განსაჯეთ ძვირფასო ტელემაყურებლებო, მაგრამ ფაქტია, რომ ქართულ სინამდვილეშიც არაერთი შემთხვევა ყოფილა, სადაც ტრადიციულ ოჯახებში მოითხოვდნენ, რომ როდესაც სტუმრად დაგვადიშებდნენ, იქ უნდა პატივი გეცა ოჯახის, მე მაგალითად მახსოვს და არაერთ სხვა ოჯახებშიც მინახავს ან გამიგონია, რომ ოჯახის უფროს ბაბუაჩემი მაგალითად, როცა იჯდა ზაფხულში და იწვებოდა ქვეყანა, ვინმეს რო გაევლო თუნდაც პატარა ბავშვს, ის პისიერად შეიკრავდა საგინძეს და ესეთი მოწესრიგებული სახით ფლებოდა ადამიანებს. სხვა შემთხვევაში, რომ ისე მისულიყავ, ეს აღიქმებოდა მის შეურაცხყოფად, ოჯახის შეურაცხყოფად და სწორედ აი ეს მქონდა ამ შემთხვევაში მხედველობაში. თქვენ რა სიტყვით ბატონო? სწორად დავინახეთ თუ არა ეს? ბატონ თეორ, აბსოლუტურად გეთანხმებით. პირველ რიგში მივესალმები ტელემაყურებლებს. გეთანხმებით რა არის, იცით, ყველაფერს თავისი ეტიკეტი აქვს და თავისი რომ იტყვიან წესი. ეხლა რა შორს ავიდეთ, ქართულ სინამდვილეში შეგვიძლია ვთქვათ ერთი გარემოება. მაია წინაშელი ყველას გვინახავს, ხო? კინოფილმი და თუ გახსოვთ, რომ უნდა შეხვედროდა მაია წინაშელი და მისი მეგობრები. მეფემრო დაპატიჟა. გახსოვთ ნაბძანებია მათებიჭმა აბანოში იბანოს. ხო, ნაბძანები აბანოში. ხო, აბანოშიო, ხო და ну მოგეხსენებათ აბანოში რომ შევიდნენ იბანავეს მოწესრიგდნენ აგერ იმ დონეზე მივიდნენ რომ უკვე შეიძლებოდა შეხვედრა და ამის შემდეგ შეხვდა ესე იგი თავიდან კარგად იცოდა რომ დასასველი არ ქონდა დასასველიც დაახვედრეს და ყველაფერი ხო დასასველიც კი მისა ყველა თავისი ეტიკეტი აქვს მე მაგალითად სრულებითაც ვერ აღვიქვა, აი, როდესაც უყურებ მე ზელენსკის ვერ აღვიქვა იმით, რომ თითქოს ის არის პრეზიდენტი, სადაც ომი მიმდინარეობს და
კიდევ უარესი უმეტესი აგერ თუ ადრე მწვანე მაისურით მიდიოდა ხაკისფერი ტრამპთან მივიდა შავი ფერის მაისურით და ეხლა არა ეს მოვლენების ტრაგედიის დაუსვალებად ამით ხაზი მაგრამ და უყურეთ რა ხდება ყველაფერს ეტიკეტი აქვს ამ შემთხვევაში პრეზიდენტი მიდის აგერ ერთ ქვეყნის პრეზიდენტი ყველაზე უფრო ძლიერი სახელმწიფოს პრეზიდენტთან და ყველამ დავინახეთ რომ ტრამპსაც და თელმის აგერ მის გვერდით იყო მის გუნდს ეგეთა გალსუკები იყვნენ ჩასმულები ხოლო ეს ზელენსკი როგორც დავინახეთ შავი მაისურით და მეგონი ჯიშით იყო შესული და კიდევ ერთი არ ვიცი ახლა მე ძალიან გამიგვირდა ერთი გარემოება რომ როდესაც ელაპარაკებოდა ზელენსკი ტრამპს ხო ხელებში წვდებოდა ხოლმე ესეთი რაღაცნაირი ის იყო სხვა შორის მაკრონის შეხვედრის დროსაც გამოჩნდა რომ ასე ხო და აგერ ჩვენ დავინახეთ კიდევ ბატონო თემურ ჩვენ მოვისმინეთ ტრამპის სიტყვები და სხვა შორის ძალიან გაბრაზებული, ძალიან განაცხენებული საუბრობდა. თუ გახსოვთ, აგერ როლაპარაკობდა ჩვენ გვინდა ომი, რამდენჯერმე გაიმეორა და ჩვენ გვინდა მშვიდობაო ტრამპმა დაამთავრა. კიდევ გავიხსენებ კიდევ ალბათ ის საინტერესო ერთი გარემოებაც. ანუ როგორც ემდნენ პატიოს ტრადიციას, ხო, ქართულ სინამდვილეში. რა საქმე? არაერთ მაგალითია და აი შემიძლია მოგიყვანოთ ესეთი მაგალითი. ალბათ გახსოვთ ბიზანტიის დედოფალი იყო მარიამი, ანუ დავით აღმაშენებლის მამიდა. და აი როდესაც გათხოვდა ბიზანტიის იმპერატორზე პირველი ალბათ შეთანხმება რა ხელშეყოლება დაადებია საქორწინო კონტრაქტი რომ არ შემოსულიყო იმპერატორი მარიამთან თუკი ის არ იბანავებდა უნდა ებანავა და ამის შემდეგ აი ყველაფერს ის საძირებელში არ უნდა შესულიყო ესე იგი თუ ის თავს არ მოისესრიგებდა შხაპს არ მიიღებდა და ეს იყო ხელშეკრულების ერთ-ერთ მთავარ პუნქტად მუხლად ჩადებული კონტრაქტში და ასე რომ აი ბატონმა თემურიმ რომ დააკავშირა ერთმანეთთან აი ეს გარემოებები ტრამპის შეხვედრა ზელენსკისთან ზელენსკის ჩასმულობა არაეტიკეტური ჩასმულობა ალბათ მე ვფიქრობ აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ თემურის რომ ალბათ ეს ერთ-ერთი ძალიან დიდი მიზეზი იყო რომ ტრამპი გაუნაწყვეტა ზელენსკის და კიდევ ბატონ თემურ ალბათ გახსოვთ როდესაც გავიდა ზელენსკი და ჩაჭრა თავის მანქანაში იქ არავინ არ მიაცილა, იცით? ხო და ეს აღნიშნე, ხო არავინ არ გაუცილებია. არა, ქალბატონი გამოყვა ერთი ეთყობა რიგით თანამშრომელი იყო. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე მინახია, იცი, პრეზიდენტები, როდესაც ჩასულები იყვნენ უცხო ქვეყანაში საზღვარგარეთ, ნებისმიერი, აი ჩვენი პრემიერ-მინისტრიც და სხვაებიც ჩასვლის დროს ხდებოდნენ, ხოლო როდესაც მოდიოდა, თვითონ პრეზიდენტი აცილებდა და სხვა შორის დადგებოდა ხოლმე პრეზიდენტები დადგებოდნენ ესე კიბესთან, თავისი სასახლის კიბესთან და ისე აცილებდნენ როდესაც დაძრავდა მანქანა სტუმარს და რაც შეეხება ზელენსკის ხო ასეთი რამე მე არ მინახია არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ტელევიზიაში და ტელეგრამში ასეთი ფაქტი არ ყოფილა ფაქტიურად ზელენსკი ყოველგვარი გაცილების გარეშე წავიდა ჯერ ბრიტანეთში როგორც ბატონმა თემურმა ბრძანა და ნუ იქ ალბათ მოგეხსენებათ იქაც ალბათ იგივე ფორმით იქნებოდა მაგრამ სამეფო ოჯახს როგორ შეხვდა თუ სამეფო ოჯახში როგორ შევიდოდა ეს უკვე ძნელი სათქმელი ნუ ახლა სხვათა შორის ეს შემთხვევით არ მიხსენებია აი ნუ ზელენსკი მოიხსენებათ პროფესიით იურისტია
მაგრამ მას იურისტად არ უმუშავია და დაკავებული იყო სამსახიობო კარიერით. როგორც მსახიობი, მაინც მე ალბათ მის ერთ ფილმს უყურე ხალხი მსახური და სწორედ ეს გახდა მიზეზი საზოგადოებაში მისი პოპულარობისა და კარგად დადგმული და საზოგადოებისთვის კარგად მიწოდებული თემა იყო ეს რომ მათთვის სასურველი პიროვნება გამხდარიყო პრეზიდენტის იგი უჭვო კაცი ნამდვილად არა მაგრამ ასეთ შემთხვევაში ახლა ჩემი სიმპათიები მის მიმართ მე გულწრფელი მინდა ვიყო ვერ იქნება მას შემდეგ როდესაც მან იმ თავის გადაცემებში საქართველოს დამოუკიდებლობა ძალიან ცუდად გამოხატა. რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება გამართლოს მისი მოქმედება, ეს იყო როლი და სხვა არაფერი, მაგრამ როლიცაა და როლიც. შენ როლიდან ისევ ახალ თეატრალიზებულ წარმოდგენაში თუ გადაეშვები და სწორედ ამისი დამადასტურებელია ის, რომ იგი კერენსკის მინდა შევადარო. გახსოვთ, ეს არის თებერვლის ბურჟუაზიული რევოლუცია, როცა მოხდა ხელისუფლებაში მოვიდა რუსეთში დროებითი მთავრობა, ჯერ თავად ლვოვის და შემდეგ კერენსკის ხელმძღვანელობით. კერენსკი იურისტი იყო სხვა შორის, როგორც ამბობენ, მას სურვილი ჰქონდა რომ ყოფილიყო მსახიობი და მაყურებლის დონეზე არც თუ ისე ცუდად თამაშობდა და მერე ცხოვრებაშიც მოინდომა, როცა უკვე იგი ხელისუფალი და პირველი პირი გახდა რუსეთის სინამდვილეში, რომ ეს თეატრალიზებული წარმოდგენების დონეზე ემართა ქვეყანა. იგი დადიოდა ფრენჩით, სამხედრო ფორმით და საზოგადოებას როცა ხვდებოდა ამბობდა რომ ის დაბრუნდა ფრონტიდან ერთ შემთხვევაში ის მივიდა კიდევაც ბინტით ჩამოკიდებული ხელით და იმის დემონსტრება მოახდინა რომ ის ზურგიდან კი არ უყურებდა და შორიდან მიმდინარე მოვლენებს ფრონტზე არამედ რომ ჭრილობას მიიღო და დაზიანდა. მისი ეს თეატრალიზებული წარმოდგენები მისთვის და რუსეთისთვის როგორც დამთავრდა კარგად ვიცი, მაგრამ როლი მას ძალიან გამოადგა სხვა შორის, როდესაც ზამთრის სასახლე ბოლშევიკებმა იერიში დაიღეს, მან გაიხსენა ძველი ხელოვნება, ჩაიცვა ქალის დასაცმელი და ქალის დასაცმელი დატოვა ეს შენობა და ამით თავი გადაერჩინა. მე ასეთ მომავალს ნამდვილად არ უსურვებ ბატონ ზელენსკის, მე უბრალოდ ეს ორი შემთხვევა დაუკავშირე ერთმანეთთან. ომი იქნება თუ ძალიან დიდი ლხინი თუ გაჭირვება, ადამიანს მოეთხოვება იმ ეტიკეტის დაცვა, რაც ქონდა ჩვენ სინაპრებს და აქ კიდე ერთვება დამატებით დიპლომატიური ეტიკეტი და ყველაფერი ეს დარღვეული იყო და არც თუ ისე სასურველი შედეგი შეიძლება მოყოლოდა უკრაინისთვის, ეს კარგად გამოჩნდა უკრაინის ელჩის მოქმედებაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, უკრაინას ყავს ელჩი მოგესწრებათ, ქალბატონი გახლავდა, ის ტიროდა, როცა აჩვენეს, იმიტომ რომ მან ძალიან კარგად იცის, როგორც დიპლომატმა, თუ რა ძიმე შედეგები შეიძლება მოყოს ნებისმიერი ქვეყნისთვის და თქვენ წარმოვიდგინეთ იმ ქვეყნისთვის, რომელიც ომშია ჩაბმული და მთლიანადაა, თუ მთლიანად არა, ძალიან დიდ წილადაა დამოკიდებული ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებას. ეს რომ ასე იყო, იქედანაც გამოჩნდა, რომ ახლა უკვე შუამავლების მეშვეობით აპირებს უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრას. ახლა ეს უკვე რა მოქმედება იქნება მაგის სახსნამყითველისთვის მიგვინდია, მაგრამ თუ ქვეყნის ინტერესი მოითხოვს, უნდა დადგე შენს პატივმოყვარეობაზე მაღლა და ყველაფერი გააკეთო ქვეყნის გადასარჩენად. უკრაინას გადარჩენა ნამდვილად ჭირდება. მე უბრალოდ ეს ერთი თემა კიდევ ერთხელ ვიმეორებთ და ვაკავშირე ერთმანეთთან და ახლა ვისაც აქვს სურვილი აი ამ ნახატთან დაკავშირების სტატია იხილოს, ამ სტატიის ეს გამოვიდა ჯერ კიდევ 2015 წლის 24 აპრილს ინტერნეტში დაიდო და მისი დასახელება სხეული როგორ შეურაცხყოფა. ესე იგი, შეშველმა სხეულმა შეურაცხყოფა ზოგადოება და სწორედ ამაში მთავარი დამნაშავე იყო, რომ მას ტანსაცმელი არ ეცვა, ხო? ხო, ჩვენ შემთხვევაში მივკვირდება, რომ ტანსაცმელი კი იყო, მაგრამ არ იყო ადგილის, დროისა და დიპლომატიური ეთიკის შესაბამისი. თუ გვაქვს კიდე რამე ბატონო თემურ, გავიხსენებდი ახლა ომში ყოფი ქვეყანა.
ნოშეყო ქვეყანა იყო საბჭოთა კავშირი და იყო სტალინი. ყველაზე მეტი ახლა სტალინი რო იყო ომში და გადაიტანა, ეგ ყველა მიცის. არასოდეს არ ყოფილა შემთხვევა რომ სტალინის დაერუβია ეტიკეტი. და ბოლომდე შეკრული ფორმა და კიტელი და თეთრი კიტელი, შემდეგ რუხი ფერის კიტელი და ასე შემდეგ. ეს ჩვეულებრივი მოვლენა. მისი პარტნიორები ამ შემთხვევაში რუზველტი, ჩერჩილი, ასევე გახსოვთ მათი ჩასმულობა აკადემიური დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის დიპლომატიური ეტიკეტი ეგ. ნუ ჩვენ დიპლომატიურ ეტიკეტზე ავლაპარაკობთ, უბრალოდ ჩვენი მოსაზრება წამოთქვით, ჩვენ მხოლოდ ამ თემას შევეხეთ იმდენად, რამდენადაც შეიძლება იყოს დაკავშირებული სამართალთან და შესაძლებელია რომ ჩაცმულობაც კი ახმული იქნეს იმ დაგვარად რომ იგი შეურაცხყოფს ერთ-ერთი ფაქტორია იყო უფლებებსა და პიროვნულ თვისებებს. აი ეს მინდოდა ამის შესახებ ხაზგასმა გამაკეთებით. ახლა მოდით გავაგზავნოთ საუბარი იმ ადამიანებზე, ვინც ქმნიდა და ქმნის პროკურატურის ისტორიას და უსაფრთხოდ არის დავიწყებული. პირველი მე მინდა დავისვათ ასეთნაირად ბატონო რამდენსაც მოვასწრებთ ესე იგი შედარებით უფროსი თაობა ჩვენ ყველა უკვე უფროსი თაობა ვართ ყოველ შემთხვევაში მაგრამ ჩვენზე უფროსი თაობის წარმომადგენლებიც არიან ამ ჩამონაცვალში ესე იგი უფროსი თაობის შემდეგ მომყოლი თაობის და ქალების არ უნდა დავიწყოთ ამ საქმეში მადლობა ღმერთს რომ ჩვენ შეგვიძლია თამამოვთქვათ ქალზე ქალი და მამაკაცი ხო ამით გენდერული თანასწორობის შესახებ კანონი არ დაერღვევა მით უფრო რომ პოზიცია სახელმწიფოსი გაცხადებული ის არის და ასეთი გენდერი აღარ არის ავიღოთ ყველა კანონმდებლობიდან გენდერი უნდა ამოვიღოთ თამას ოღოში მე ვიცი რომ თქვენ წლების მანძილზე თანამშრომლობთ ოღოში ბატონო თემურ შეიძლება ითქვას ეს ჩემი ცხოვრების ისტორია მე მუშაობდი ქალაქის პროკურატურაში ჯერ იყო პროკურორი სულიკო ნაინტაშვილი და როდესაც პენსიაში წავიდა ბატონი სოლომონი დანიშნეს პროკურორად თამაზი ტუგუში რა შემიძლია გითხრათ ეს წინვალე პიროვნება დიდი პროფესიონალი და ყველაზე მთავარი რა არის იცით აი ბატონ თამაზიში ყველაზე დადებითი ზრუნვა თავის თანამშრომლებზე და რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა კვალიფიკაცია როგორც იურისტი, ბრწყინვალე იურისტი გაუნცებლად მუშაობდა ბატონ თემურ დიდხანს, იყო განსაკუთრებული მნიშვნელოვანი საქმე და გაუნცებელი. შემდეგ დაიწყო მუშაობა პარტიულ ორგანოებში, ქალაქის პარტიის სახალხო კომიტეტის ინსტრუქტორი იყო და შემდეგ ქალაქის პროკურორად. და არ დამავიწყდება, იცით, მე მუშაობდი იმ პერიოდში ბატონ თამაზის დროს ქალაქის პროკურორის უფროს თანაშემწედ და სულიკო ნაინტაშვილმა სამუშაო ოთახი გამიკეთა მისი სამუშაო ოთახის გვერდით და როდესაც მოვიდა თამაზი ტუგუში ქალაქის პროკურორად შემოვიდა ჩემთან ოთახში და მიშაო არ მოწონსო შენი ისო კაბინეტი კარგად უნდა მოვაწყოთ და დარეკა სავეჭო კომბინატში და სხვადასხვა ფანერები და მოატანინა და კარგად მომიწყო სამუშაო ოთახი. ზრუნავდა, იცით, ძალიან ზრუნავდა თანამშრომლებზე, ძალიან კვალიფიციური და რაც თავარია, ძალიან დიდი პიროვნება და ღმერთმა დიდხანს აწოცხოს, ჯანმრთელად იყოს, ეხლაც კარგად დიდი ხანი არ მინახავს. დაახლოებით 1-2 წლის წინათ ნახე და ღმერთმა კარგად ამყოფოს. ნუ მე დავამატებდი ბატონ მიხეილ ვეთანხმები აბსოლუტურად თქვენ შეფასებას რომ დამატებით მინდა ვთქვა რომ ის დახვეწილი ინტელიგენტი იყო და არის ძალიან უხდებოდა ფორმა პროკურატურის ფორმა და მინდა საზოგადოებას შევახსენო რომ მინიჭებული ქონდა უმაღლესი სპეციალური და აქვს უმაღლესი სპეციალური წოდება იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი. ნუ ახლა ის სხვა ცალკე თემაა
ფორმა რომ წაართვეს პროკურორებს ყველაფერთან ერთად, თუმცა მოქმედი კანონმდებლობით პროკურატურის შესახებ დასაშვებია რომ პროკურატურას ჰქონდეს ფორმა. შესაბამისი ესკიზის დამტკიცებაა საჭირო დღევანდელი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მაგრამ ამაზე თავს ან არ იწუხებს ვინმე, ან შეიწუხა და უარი მიიღო, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ჰქონდეს სპეციალური წოდება, გათანაბრებული იყოს ეს წოდება თავდაცვის, უსაფრთხოების, უშუალოების, შინაგანსაკუთრებათა ორგანოებში მომუშავე ადამიანების ჩინებთან, საკლასო ჩინებთან, წოდებებთან და პროკურატურას არ ჰქონდეს ფორმა, მე ანომალიად მიმაჩნია. ეს ყოველ შემთხვევაში გასწორებადია და ალბათ მომავალში ამასაც მიექცევა ყურადღება. ისე რომ ბატონ თამაზ დოღუშ უსურვოთ ჯანმრთელობა და დიდი სიცოცხლე და მადლობა ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის. გაიხაროს. თამარა, იგივე თამილა იასეშვილი. თამარი იასეშვილი, ჩემი მეგობარი პიროვნება, სხვა შორის მე როდესაც გადამიყვანეს ბატონო თემურ გენერალურ პროკურატურაში, თამარი იასეშვილი იყო ამ განყოფილების უფროსი და მე მისი მოადგილე. თამარი იასაშვილის მოადგილე ვიყავი. ესე იგი ეს ხდება მას შემდეგ უჩემოდ ხდება, რაც მე წასული ვარ უკვე პროგრამა. კი. არა, იყავი, კაცო, თქვენ იყავით. ეს ნუგზარი გაბრიჩიძემ გამომიყვანა მე. ხო, ნუგზარი გაბრიჩიძის პერიოდში კი. კი. მე მხედველობაში გენერალურ პროკურორის მოადგილე რო ვიყავი ის პერიოდი. არა, იმის შემდეგ, გენერალურ პროკურატურაში მაშინ მუშაობდი თქვენ თუ არ ვცდები სახელმწიფო ბრალდების. იმიტომ რომ თქვენთან ხო, თამილა მე იქ არ გამომყვა. ჩემთან მუშაობდა, მაგრამ რა ქვია, წლების მანძილზე ვთქვათ ეს მოკვლევაზე ზედამხედველობის ხაზით, მაგრამ მე უკვე ის ჩემთან სახელმწიფო ბრალდების სამმართველოში არ ყოფილა იმის გამო რომ მუშაობდა. სხვა შორის ბატონ თემურ ნუგზამ ამითხრა რომ მე შეგვიდიო თამილასო რომ განყოფილების უფროსად დავნიშნავდიო, თამილას ნიშნავო უფროსადო, შენ მისი მოადგილე იქნება. კი ბატონო მე კი პრობლემაა, ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდა, ძალიან ისეთი კოლეგიალური თბილი ძალიან მეგობრული ურთიერთობა. ერთი გარემოებაა რომ თვითონ თამუნა არის ძალიან კეთილშობილი პიროვნება, კვალიფიცირებული იურისტი. სხვა შორის უნდოდა მასაც რომ მეცნიერებას გაყოლოდა, მაგრამ ეთყობა შემდეგ გადაიფიქრა. აი როდესაც რაიმე საკითხს გეგმავდით, ხო? აუცილებლად ერთად ვიყავით, ერთად გეგმავდით და ერთად ვახორციელებდით. მახსოვს აი ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილება ერქვა ბატონო თემურ ამ განყოფილებას და ერთხელაც გენერალური პროკურორის ბრძანებით, ნუგზარი გაბრიჩიძის ბრძანებით შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ვალდებული იყო, რომ ხამის ნებისმიერ დროს 2 საათი იქნებოდა 3 საათი შემოწმებია პოლიციის განყოფილებები ადამიანის უფლებათა დაცვაზე, ხომ არ იყო დაკავება, უკანონო დაკავება და ასე შემდეგ და მახსოვს მე თამუნა მათ შორის შოთა რეხვიაშვილი იყო, ისიც ერთად მივდიოდით და ვამოწმებით. ასე რომ ჩვენი ურთიერთობა და ჩვენი თანამშრომლობა ძალიან კარგი იყო და ძალიან საამაო. კარგია რომ ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა. კალბატონი თამარი ჩემი კურსელია, ჩემი მეგობარია მეგობრობის წლების მანძილზე. სტუდენტობიდან გამოირჩეოდა ძალიან კარგად სწავლობდა. ხო, ხელოვნება, კულტურა ძალიან ახლოს იყო მასთან. როცა დაუმთავრეთ უმაღლესი სასწავლებლის სამუშაოდ იუსტიციის სამინისტროში განაწილეს. წლების მანძილზე მუშაობდა იმ სფეროში, ვთქვათ, მატჩის ორგანოები გახსოვს, ესეთი იყო მოქალაქე მდგომარეობის აქტების სამმართველო იყო, იმ სამმართველოში იყო, სხვა სამსახურებში იყო და მერე მას გაუჩნდა სურვილი პროკურატურაში გადმოსვლის, გადმოვიდა წლების მანძილზე ჩვენ ერთად მუშაობდით მოკვლევაზე ზედამხედველობის განყოფილებაში. არაერთი
ნოვატორული და ინოვაციური ძიებების ავტორი გახდა და თუნდაც ის მინდა გავიხსენო რომ როდესაც დადგა საკითხი დაჩქარებული მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებით საკითხი რეფორმის გატარების აუცილებლობაზე მაშინ ჩვენ მოვამზადეთ და განსახილულად გუდაურის სემინარზე წარვადგინეთ ჩვენი მოსაზრება თუ როგორ შეიძლება ვთქვათ მოგლებადებში დამთავრებულიყო გამოძიება მე ხედულობაში მქონდა ნაკლებად კატეგორიის დანაშაულებზე შევთავაზეთ ის რაც მე ვთქვათ სახეშეცვლილი სახით საპროცესო შეთანხმების სახით მიაწოდეს საზოგადოებას საქმე რაშია ჩვენ ვამბობდით რომ ნაკლებად კატეგორიის დანაშაულებზე არ არის აუცილებელი რომ დიდხანს გაგრძელდეს სრული მოცულობის ჩატარდეს გამოძიება თუ პროკურორი და პიროვნება რომელმაც ხდება ჩაიდინა შეთანხმდებიან და გაფორმდება მასზე ოქმი ეს დაამტკიცოს სასამართლომ და დამთავრდეს ამის საქმე და ეს მოგცემდა საშუალებას რომ დაახლოებით 15-20 დღეში დამთავრებულიყო ის საქმეები რომელსაც როგორც წესი ჭირდებოდა სულ ცოტა 2 თვის გამოძიება მაინც ну ყოველ შემთხვევაში ეს იდეა ვიღაცას მოეწონა აიტაცა და ნაკლებად მძიმეზე კი არა მე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზეც გააუცელეს ეკონომიურ დანაშაულებთან ერთად სხვა სახის დანაშაულებიც იქნა ჩართული და ყოველ შემთხვევაში ინიციატორი ერთ-ერთი თამარი გახდათ ის ამოვიდა პროკურატურის ორგანოებიდან აქტიურად იყო საადვოკატო საქმიანობაში ჩაფლული ახლა ცოტა შვილიშვილების მოვლა სტრომაზე უფრო გადასული მაგრამ ცდილობს რომ სამართალთან ახლო იყოს და თქვენ სწორად ბრძანეთ მას მეცნიერების მიმართულებითაც ჰქონდა სერიოზული განზრახვა არაერთი ნაშრომი და საყურადღებო ნაშრომი გამოაქვეყნა კიდევაც მაგრამ მე ოჯახმა ყოფითმა პრობლემებმა არ მისცა საშუალება ისე რომ ჩემის აზრით ის რომ მას ოფიციალურად ხარისხი არ აქვს ვერაფერს აკლებს მას როგორც მეცნიერს უსურვოთ წარმატებები თავის ოჯახთან ერთად ერთი ქალიშვილი ყავს სიძეთ მოსამართლეა სასამართლოს თავმჯდომარეა და ისევ და ისევ შვილიშვილებზეა გადაგებული თავის მეუღლესთან ერთმა კარგად ამყოფოსა ჯანმრთელად და ბედნიერად გივი ხაბაშვილი თუ გახსოვთ ასეთი გივი მახსოვს როგორ ამახსოვს გივი ხაბაშვილი მე როცა გენერალურ პროკურორის მოადგილეობიდან გადავედი მეთქე ვერ ვიტყვი გადამიყვანეს სახელმწიფო ბრალდების სამართლოს უფროსად იქ დამხვდა იყო ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი მოგეხსენებათ რომ სახელმწიფო ბრალდების სამართლოში 3 განყოფილება იყო 3 ინსტანციის სასამართლო ხარისხი პირველი აპელაცია ყველა ამას ყავდა თავისი პროკურორები პროკურორთა რაოდენობის მხრივ ჩვენი სამართლო ყველაზე დიდი იყო ხო და ის უზენაეს სასამართლოში გამოსვლელ პროკურორთა ხელმძღვანელი გახდათ იუსტიციის უფროსი მრჩეველი ძალიან ენერგიული შემართებული კაცი იყო და არის დღემდე და ერთშენიერ დღეს მოდის და მეუბნება სისხლის ყბილსო ვერაფერი მოუხერხეო და რა ხდება მეთქი და რა ხდება და კასპში მეუბნებიან პროკურორად უნდა წავიდეო და არ მინდა კაურობის დატოვება მაგრამ ვალდებული ვარ წავიდა და შენი ვალეობა ადამიანური შევასრულო ძალიან დამზდა გული მაგრამ ასისა წავიდა კარგადაც იმუშავა წლების მანძილზე ხო ახლა მე მინდა გითხრათ რომ ასე ჰარალეთი არ არიგებდნენ ჯილდოებს და უფროსი მრჩევლის წოდებას მაშინ ის იუსტიციის უფროსი მრჩეველი გახდათ მიიღო ღირსების ორდენი დაჯილდოვდა ну ხანდახან მეხმიანება კიდევაც და ხედავ მის მოწონებას ჩვენს გადაცემებზე ესე იგი ეს ნიშნავს იმას რომ ბატონი გივი კარგათაა ესნობა ყოველდღიური ცხოვრების ფერხულშია ჩამული და მას უსურვო მინდა წარმატებები მას მის ოჯახს ჯანმრთელი ამყოფოს კი ბატონო მე ვიცნობ ღმერთმა ამყოფოს ჯანმრთელი და ჩვენ არ დაგვიწყებია ბატონი გივი და ყოველთვის გვასწრებს ხოდა საზოგადოებასაც გვინდა შევახსენოთ რომ ასეთი ადამიანები იდგნენ მათ ინტერესების სადარაჯოზე შეიძლება ყველას არ მოსწონდეს პიროვნება კონდეს თავის შეხედულება მაგრამ
მოდით ადამიანს ნუ წავართმევთ იმას რაც აქვს ნიჭიერებას ხო იმას რომ მას გაწეული გარკვეული სამსახურით მოდი თუ საქმეზე მიდგება მაშინ მისხალ ავწონოთ დადებითი ჭარბობს ადამიანში თუ არ ყოფით ხო და მე ვისაც წარმოგიდგენთ მერწმუნეთ რომ მაქსიმალურად ჭარბობს დადებითი ნამდვილად თითოეულ მათგანთან დაკავშირებით რაც არის ქალბატონი ლენა კაპანაძე ლენა კაპანაძეს ისწავლ წარდგენა არ ჭირდება კი ყველა იცნობს ესეთი პიროვნება ხო ლენა ძალიან საინტერესო გზა გაიარა სტუდენტობის პერიოდში მისი სტუდენტობა ჩემ თვალწინ მიმდინარეობდა ფაქტობრივად იმიტომ რომ მე ცოტათი უფროსი ვიყავი მაგრამ იქ ჩემი იმ დროინდელი მდგომარეობა კონკავშირის მდივანი ვიყავი ფაკულტეტის და მოგეხსენებათ რომ სტუდენტებთან ურთიერთობა უნდა მქონოდა და თუ ვინმე აქტიური იყო და გამოირჩეოდა ლენა კაპანაძე სწავლითაც განათლებითაც სპორტისადმი დამოკიდებულებითაც მე იგი პროკურატურის სისტემაში მუშაობდა წლების მანძილზე თავმშრომლობ რაიონში ხაშურში მან გაიარა საკმაოდ ძალიან საინტერესო გზა იყო იქ გამომძიებელი სულთუმახსოვს იყო პროკურორის მოადგილე საკმაოდ დიდხანს მე იყო ხაშურის პროკურორი ამის შემდეგ მისი გამოყვანა ხდება თბილისის ერთ-ერთ რაიონში ხო ჩუღურეს რაიონში ვაკის რაიონში თუ ჩუღურეთში ვაკის რაიონში მუშაობდა მე მგონი ყოველ შემთხვევაში თბილისის ერთ-ერთი რაიონის პროკურორი იყო მე იყო კასპიის პროკურორიც და დღემდე აქტიურია როცა ესწრობი მის პოსტებს თუნდაც მიხვდები რომ მას გული შესკივა უყვარდა და უყვარს პროკურატურა აქვს ერთი ქალიშვილი გვამცა წერეთელი და მე მინდა მას წარმატებები უსურვა და ყოველივე კარგი არ მინდა რომ ეს ადამიანები გულმატკენები იყვნენ იმ დამოკიდებულების გამო რაც არსებობდა და არსებობს სამწუხაროდ დღემდე გრძელდება თუნდაც ინერციით პროკურატურის მუშაკების მიმართ რაც დამატებდით ხა ერთს დავამატებდი რომ ბატონო ლენა მიმართავ ალბათ მოგისმენს ძალიან მიყვარხართ ძალიან დიდ პატივს გცემთ თქვენ მართლაც გავლეთ ღირსეული გზა მე უფრო დაგიახლოვით და უფრო ახლოს გაგიცანით მათ შემდეგ როდესაც გამოხედით თქვენ თბილისში მე მგონი როგორც მახსოვს ვაკის რაიონის პროკურატურაში და ვაკაში გეთია იყო და ეს ჩუღურეთში იყო ხო და გეთია იყო პროკურორი და ეს იყო არა მეგეუბნებით პროკურორი იყო მეთქი რაიონის პროკურორი შეიძლება ხო და ყოველ შემთხვევაში რო იყო პროკურორი მახსოვს ხო ალბათ მე შეიძლება იმიტომ რომ რამდენი დრო გავიგე გარკვეულად გულმატკენი წავიდა იმ თანამდებობიდან ნუ ახლა მე ამას არ შევახსენებ მაგრამ ყოველ შემთხვევაში დიდი დრო გავიდა და მე შემიძლია გითხრათ რომ თქვენი ქალბატონო ლენა ვამაყობ რომ ბრწყინვალე იურისტი ბრძანდებით კარგი მეოჯახე დედა ბებია და სტოვარ მასპინძლობით გამორჩეული და ვამაყობ თქვენით ხო მე მახსენდება როცა დასავლეთში ვიყავი ჩვენ და მიმლებები ჰქონდა სოვილი და საწვავიც კი არ ჰქონდა აი ხაშურამდე როგორ მეიქნება ჩავახციოდა მე ლენა გუშველისო რეზოყიფიანის ნახვა იყო და მართლაც ასე პიროვნება კი ბატონო მიხარია ხოლმე მის პოსტებს რო კითხულობ ისე რომ ბატონი თენგიზ მარჯანიშვილი გახსოვთ ეს თენგიზი უნივერსიტეტიდან ჯერ კიდევ ჩვენ როცა ვსწავლობდით უნივერსიტეტში იგი იყო კათედრაზე ლაბორანტი იყო ხო მე ჩვენი ერთ დღეს ლაბორანტობა უკვე აღარ მოეწონა და დაისვა თუ არა ხარისხი მე ეს არ ვიცი მაგრამ წავიდა იგი სამუშაოდ რაიონის პროკურორად ამბულაურს თუ ონის პროკურორი იყო ხო ეს იყო დასაწყისი სადაც თეორიული ცოდნა მან პრაქტიკულს კარგად შეუხავა ამის შემდეგ იგი თბილისში გადმოდის ცენტრალურ აპარატშიც მუშაობდა თბილისის მცხეთის რაიონის პროკურორიც იყო ძალიან ეს არ იყო პატარა თანამდებობა რა გაგებით იმიტომ კი არა რომ თქვათ დიდია პატარა რაიონი არამედ ისტორიული და ტრადიციებიდან გამომდინარე მცხეთის რაიონი გამორჩეული გახდათ და მე ადვოკატურაშიც ერთ პერიოდში ერთ ადვოკატურაშიც მოგვიწია ყოფნა
კარგი შვილები ყავს, ერთი ჩემთან მუშაობდა, მისი შვილი და სოციალიზ მეგრული გვალისწოლი ყავს, ფანცულაია, თვითონაც ხონელია და აქედან გამომდინარე ალბათ თუ არ ვწდები, ხო, ფანცულაია მისი მეუღლე. ისე რომ ბატონ თენგის წარმატებები უსურვებდა. ბატონ თენგის ვიცნობ უნივერსიტეტიდან, შემდეგ როდესაც პროკურატურაში დაიწყო მუშაობა იქიდან, ასე რომ ვუსურებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს ცხოვრებაში. დავით ლეონიძე თუ გახსოვთ ასეთი და მე მგონი მეც ვერ მოვასწრებ დღეს დავით ლეონიძე ძალიან საინტერესო პიროვნება, როდესაც მე განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად გადმომიყვანეს რუსავის პროკურატურიდან, იგი დამხვდა განსაკუთრებით მნიშვნელოვან გამომძიების თანამდებობის. მოგეხსენებათ, საქართველოში სულ რამოდენიმე ვიყავით, 9 კაცი იყო. და ერთ-ერთი დავით ლეონიძე, მოწესრიგებული კაცი, შესანიშნავი მეუღლე, ოჯახი, ხო, წლების მანძილზე ერთად ვიმუშავეთ. სხვადასხვა მისი სიმამრი კასპის რაიონიდან იყო. ხო, ძალიან ლამაზი კაცი, ძალიან დიდი თანამდებობა ჰქონდა იმ დროინდელ საბჭოთა კავშირში. თუ არ ვწდები, საბჭოთა კავშირის მშენებლობის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ეს საქართველოსთან ადამიანისთვის ძალიან სერიოზული და დიდი თანამდებობა გახდათ, მაგრამ არასოდეს ამ კაცს არ უგზნობინებინა არც თქვენმაღლურაცებიდან ყურება და აი მე ის თქმა მინდა, მე მუშაობდა გორის რაიონის პროკურორად. და მისი დამოკიდებულება მინდა უთხრათ და გადავცეს საზოგადოებას. ჩვენ როდესაც ხინვალში მიმდინარე მოვლენებს ვიზიებდით, თავშეყრის ადგილი ჩვენთვის იყო გორის რაიონისა და ქალაქ გორის პროკურატურა. მერაბიშვილი იყო ქალაქის, ხო, მერაბიშვილი შალვოვიში ასეთ ერთახობდა, გალოყოფელი ხო. ხო და წარმოიდგინე ახლა ჩვენ ხო შევიდოდით ხინვალში, პრინციპში გამოტირება არ ხდებოდა, მაგრამ რო შევდიოდით იმ სიტუაციაში მეცნობილი მოვლენები 91 წლის ბოლო 92 წლის დასაწყისი როგორი მოვლენებია თქვენ ეს კარგად მოიხსენებათ. ესე იგი ცოცხალს ვნახავდნენ თუ არა? აი არც ერთი მათგანი სანამ არ დავბრუნდებოდით დღე ხამისმილო საათზე 2-ზე სველი, მშიერი, წყურვალი ეს ხალხი გველოდებოდა და არა მარტო გველოდებოდა, არამედ იყო ჩვენი მასპინძელი, დამპურებელი, მომფერებელი, ხო? და აი ამის დავიწყება ნამდვილად არ შეიძლება. მე წავიდა პროკურატურიდან და ბოლო ხანებში მოღვაწეობდა, ახლა არ ვიცი, რამდენი ხანი არ შევხმიანები ვარ. კასპის საგრებულოს თავმჯდომარის პოსტზე. კაიგეთ. დავითი ეს არის ძალიან კარგი პიროვნება, კარგად გაზრდილი კაცი და მე მაქვს ბედნიერება რომ მისი მეგობრების რისკში ვფლიდე ჩემ თავს და ჩემს გულშიც მას ძალიან დიდი ადგილი უჭირავს და ეს მინდოდა ცოდნოდა საზოგადოებას, რომ ასეთი ადამიანები მუშაობდნენ და მოღვაწეობდნენ პროკურატურაში. იგივე ბატონი მერაბი შალოვიჩი, სამწუხაროდ ის აღარაა ცოცხალი. მოდი ერთმანეთს არ დავაშოროთ, უბრალოდ იმ გაგებით, რომ ერთი ქალაქის პროკურატურაში იყო, მეორე, ой, მერაბის мама შალოვიჩი, ბატონი შალვა ასევე პროკურატურის ცნობილი მუშაკი იყო. ნუ რა გითხართ, იცით? გული მიკვდება, როდესაც ასეთი ადამიანების შესახებ ვიღაცას უჩნდება სურვილი, რომ ესენი მიაკუთვნოს შარისკელთა კატეგორიას. აი ეს სამწუხაროა. ბატონო თემო, როგორც თქვენ თქვით, ბატონ თამას კუქუშზე შემიძლია თქვა, მერაბიშვილს აი ნამდვილი ინტელიგენტი იყო, გასწორებული, ესეთი და ვეძახდით ხუმრობით მუშტუკი, სულ მუშტუკი ხო? და ძალიან ეწეოდა თუ არა, მაინც ეჭირა. ხო, მაინც ეჭირა, ხო და მეგობრობდი, იცით, იმიტომ რომ იმ პერიოდში ქალაქის პროკურატურაში მუშაობდი, ხშირ ურთიერთობა მქონდა, ხან მოდიოდა ქალაქის პროკურატურაში ზოგჯერ მე მივდივარ, ესეთი ურთიერთობა და ძალიან თბილი და ტკბილი ურთიერთობა მქონდა და რაც თავარია კვალიფიციური იყო, კვალიფიციური იურისტი იყო. ეს ადამიანი ასაკის ძალიან დიდი ასაკისაც არ იყო. არა. და სამწუხაროა რომ ის აღარაა. თუ აი ამათი სიკვდილში ურევია უშუალოდ თუ არა რაი ვინმეს ხელი მე ამის თქმას, მაგრამ სიკვდილო და უშქარ ამ ადამიანებს
აი ესე თამოყვარი ადამიანებს აი ამ მადამი ამ დამოკიდებულებამ ესეც ფაქტია. ბატონო, ყოველთვის ვიძახით და ახლაც ვიტყვი. ამ ყველაფერს უნდა სამართლებრივი შეფასება. არ შეიძლება ესე იქნეს დატოვებული. იმის უკან რომ ჩარეცხეს, ხო ადამიანები არიან. წარმოიდგინეთ ახლა მათი მდგომარეობა. ეხლა ჩვენ წავედით და თქვათ აგერ ხარისხით მოდა და დავიწყე ლექციების კითხვა, მაგრამ ჩვენ რამდენი ადამიანისთვის დაგვჭირდა იმის დამტკიცება აშკარად თუ შეფარვით რომ ჩარეცხილის იარლიქს არ ვიმსახურებდით. ხო და ეხლა რა ხო ეგონა რა სტუდენტებს არ გიგზნია თავიდან რომ შედიოდი აუდიტორიაში როგორ დამოკიდებულება იყო ხო? ის კი არა მცხენოდა მე ეხლა აი მეკითხებოდე რატო წამოხეთ პროკურატურიდან რა უნდა მეთქვა მაშინ ვიყავი 59 წლის ხო მეტი ხო არა რატო წამოხვედი რა უნდა მეთქვა წამოვედი კი არა გამოგუშ ხო გამოგუშ მოდით ავამთავროთ ამით სასაუბრო კიდევ ბევრი გვაქვს თუ თქვენ ინტერესებში ჩედით და გაინტერესებთ ამ თემებზე საუბარი ჩვენ მზად ვართ ყველას გავაგზავნოთ თქვენთან ურთიერთობა ის რომ კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე